ნათია უკვე 5 წელია ცხოვრობს დიაგნოზთან ერთად. წავედი ეტლში მჯდომი, დაისვა დიაგნოზი, რომელსაც ქვია ფიბრომიალგია. ადამიანს ტკივა მუდმივად და ტკივა ყველაფერი. სამყარომ ალბათ ცალსახად მითხრა, რომ დროა საკუთარ თავზე ვიფიქრო. საკუთარ თავთან საუბარი უნდა დაიწყო. შენ როგორი გამბედავი ხარ? ამას ვინ იტყვის ახლა? უნდა ვიყო კარგად. აი დღეს აქ და ახლა მე არ ვიცი რა იქნება ხვალ. როდესაც ადამიანი არ აძლევს უფლებას, ავთენტური ბრაზი გამოუშვას საკუთარ თავს. შენ ბრას არ უშვებდი? არას. ზრის ხვასებ და ზისყი, ანუ ამის უფლება მაქვს. იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ, ჩემი საბაზისო ემოციებია ეს. რომ მეც ესეთი ვარ, ჩემ ბრას არ უშვებ, რამე ხوار მომივა. პატიება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, როცა გაიაზრებ როგორ გატკინა და როგორ არ უნდა ეტკინა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდია. აი რო დაგინახო, რომ კიბეზე ესე ადიხარ და დამინახო. აი რა, ან სკოლა დავამთავრე 6 თვის შვილით. რაღაცა ვეჭიდავე ჩემ თავს, რა ძალიან დიდი ომი გამოვუცხადა. თქმა უნდა. და აი, სალომე რა კარგი რაღაცა გამახსენდა. ეს არის უცნაური მithkoms. ნათია რა გიქრა? დამამუნჯე. ჩემი თავის მშურს რო ჩემი პოდკასტი.